We will also discuss the worrying განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, ბოლო სამარჩევნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, ასევე გამოკითხვებში საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ მთავრობას ეს არ უნდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული. როგორც იცით, ოპონენტები დაპატიმრებული არიან. ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს კი აჩუმებენ. ამავდროულად ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ ახალისებულია ევროპის, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია. ამიტომ ჩვენ ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მოусმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიხვეს მათ სურვილს გახდნენ ევროპის ნაწილი. საქართველოს საკითხზე დისკუსიას გავმართავთ. ჩვენ გვინდა რომ ქართველი ხალხის მისწრაფებებს წინსვლის საშუალება მივცეთ ევროპული გზისკენ. გვინდა რომ ამ მისწრაფებას პატივისცენ. ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ საკითხს განვიხილავთ და საქართველოს ხელისუფლებას მივმართავთ. სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია ჩვენთვის. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ ამ თვალსაზრისითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ.